კაზანტიპის ორგანიზატორების განცხადებით 20 აგვისტომდე ანაკლიაში ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულდება, მოიწყობა კემპინგი, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი განთავსდება. პროექტი საქართველოში 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კაზანტიპის საქართველოში ჩატარებას და სპეციალური განცხადებით გამოიხმაურა საქართველოს საპატრიარქო. ფესტივალ კაზანტიპში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც ნათქვამია განცხადებაში. ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. მე ვიცი ერთი რამ, რომ მიშა სააკაშვილის დროს ალბათ ტაბურეტკებით ხელში ირბებდნენ მძვლები კაზანტიპის ტიპის მსგავსი ღონისძიება რო ჩატარებული იყო და დღეს როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენი სამღვდელოებისთვის გაცილებით უფრო სათმენი გახდა, იმიტომ რომ მხოლოდ განცხადებებით დაყოფილდება. ჩემი როგორც ერთი მოქალაქის მოსაზრება არის ის, რომ ყველაფერი, რაც შეეხება საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც ტურიზმის მხარეს, უნდა ჩატარდეს, მაგრამ უნდა იყოს ყველა წესი და კანონი ზედმიწევნით დაცული, რომელიც საქართველოში